მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Solidarობა მზია მადლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. უკვე რამდენიმე წელია რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხარისჭირაშვილის ქუჩაზე ღია საკანალიზაციო ნარჩენები ღია სივრცეში ჩაედინება. ტერიტორია დაჭაობებულია, დაბინძურებული წყალი ხევში ჩაედინება. მიმდებარედ მაცხოვრებლები ქვეწარმავლების და მწერების მომრავლებაზე საუბრობენ. აწუხებთ უსიამოვნო სუნი, რომელიც ამ ტერიტორიიდან ვრცელდება. ჩვენმა რედაქციამ პრობლემის შესახებ პირველად სიუჟეტი 2021 წლის აპრილის თვეში მოამზადა. თუმცა მას შემდეგ ადგილზე სიტუაცია არ გაუმჯობესებულა. იგეგმება თუ არა პრობლემის მოგვარება, თემაზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მაღალი გამალობის სატვირთოს და ამწეკალათის ყიდვას გეგმავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია 260,000-მდე ლარად. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ამწეკალათისთვის მერია 190,000-მდე ლარის დახარჯვას აპირებს, ხოლო სატვირთოსთვის 69,000 ლარია გათვალისწინებული. რა მიზნით ყიდულობს ასპინძის მერია ავტოტრანსპორტს, უწყებაში ჩვენს არებს არ უპასუხეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით წინადადებების მიღება 15-18 მარტს იწარმოებს და თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თითქმის 2 თვეა ახალციხეში მოქალაქეები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია გაიმართა დღესაც. მონაწილეები მზია მაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV.gr და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.